ამნისტიის კანონზე ხელმოსაწერად განსასრული ვადა პრეზიდენტს დღეს ეწურება ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით თუ 11 იანვრის ჩათვლით კანონს ხელს პრეზიდენტი არ მოაწერს, მაშინ ამას პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ გააკეთებს. ეტა ბესერდიას თქმით, ამნისტიის კანონის საფუძველზე საპატიმროებს პირველ რიგში პოლიტპატიმრების სტატუსის მქონე პირები დატოვებენ, რომელთა გათავისუფლებას დაუყოვნებლივ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე მოხდება. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ამნისტიის შესახებ კანონს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა დაძლია, რის შემდეგაც კანონი ხელმოსაწერად ისევ პრეზიდენტს დაუბრუნდა. ვეტო იქნა დაძლეული, ამის შემდეგ უკვე პრეზიდენტს გადაეგზავნა კანონი ხელმოსაწერად, ეს ვადა იწურება 11 იანვარს. 11 იანვრის შემდგომ თუ 11 იანვარს ისევ არ გადაწყვეტა ხელის მოწერა საქართველოს პრეზიდენტმა, კანონის ძალაში შესვლა და მისი აღსრულება არ შეჩერდება. კანონის აღსრულება მოხდება 12 იანვარს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე იქნება უფლებამოსილი მოაწეროს ხელი კანონს და იმავე დღესვე შესაძლებელი გახდება კანონის საჯაროდ გამოქვეყნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.